De facto გოჩა თევდორაძე აქამდე მართავდა ქალაქს. დღეს არის ცდელობა იმისი, რომ დე იურე ამ კაცმა ხელი მერიის ხელისუფლება ხელში აიღო. ფაქტიურად ჩვენ აღმოჩნდით ქუთაისლები ამ კაცის, ასე რომ ვთქვათ, განწყობის ხელში. როდის გაეღვიძება ამ კაცს და როდის იტყვის, რომ ეს მერი უნდა იყოს, ხვალ ის უნდა იყოს. დღეს გოჩა თევდორაძე აკონტროლებს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობას, გოჩა თევდორაძე აკონტროლებს სამსახურებს. მე მიმართავ ბიზინა ივანიშვილს, მიმართავ მომავალ პრემიერ-მინისტრს. ქუთაის აღარ ძინავს, ბატონებო, ჩვენ არ გვინდა, რომ კლანური მმართველები მართავდნენ. ამ ქალაქში ერთი მმართველი არ არის, მარტო გოჩა თევდორაძე, მაგრამ ის არის ყველაზე ძლიერი. ეს არის გამოფხილებელი აქცია იმ საკრებულოსი, იმ გაპატრიოტებული, თუ ისინი პატრიოტები არიან, მე შეგიძლიათ მოღალატე მიძახოთ მაშინ, იმიტომ რომ აპატრიოტებიც არიან, ისინი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ამიტომაც გაფრთხილება თამაზ ვარგილაშვილს. გადაყვება ამ საქმეს მაგის